განვაგრძობთ საუბრებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის შესახებ. ჩვენ მის თეოლოგიურ ნააზრევს განვიხილავდით, უღრმეს თეოლოგიურ სწავლებას, საკუთრივ შესაქმის შესახებ, ვინც ჩვენს წინა საუბარს უსმენდა და ყურს ადევნებდა. ახსოვს ალბათ, რომ შევჩერდით იმ მომენტთან, როდესაც უფალმა თავისი ყოვლადი უშურველობის საფუძველზე, რომ მას ყოველივე მთელი სიკეთე თავისი გასაცემად ემეტებოდა, რადგანაც შური არ იყო მისი შემომზღუდველი არანაირად, შექმნა ისინი, რომლებიც შემძლენი იქნებოდნენ ამ სიკეთესთან ზიარებისა. პირველ რიგში, როგორც თქვით, ნათელნი მეორენი, ანუ მეორე სინათლეები, ანგელოზები, პირველი და პირველადი და ბუნებითი სინათლე თავად უფალია, ქმნილებათა შორის ყველაზე აღმატებულნი, მაგრამ რიგით მეორენი ამ შემთხვევაში პირობითად, რა თქმა უნდა, თორემ უფალი არანაირ რიგობითობაში არ შემოდის, მაგრამ თვით წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მიმდევრობით ამგვარადაა, მეორენი ნათელნი, ანგელოზნი და შემდგომ მესამე ნათელი ადამიანი. ადამიანთან დაკავშირებით წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა უაღრესად გამომსახველად ჩამოაყალიბა სწავლება მისი განსაკუთრებულობის შესახებ, რომ თუ ერთი მხრივ აღმატებულნი არიან ანგელოზნი, ზეციური სოფელი, უფლისგან დაბადებული, თუ მეორე მხრივ ღვთის დიდებულებას არანაკლებ წარმოგვიჩენს ჩვენ განუზომლობა ამ ხილული სამყაროსი, მართალია შემოზღუდულობა, მაგრამ შემოზღუდულობის ფარგლებში უდიდესი გრანდიოზულობა ამ ხილული სოფლისა, ყველაზე უფრო მეტად მისი როგორც შემოქმედის ჩვენგან, ჩვენი გონებისგან ყოვლად მიუწვდომლობა დიდებულების თვალსაზრისით, ესე იგი ყოვლითურთ მიუწვდომელი დიდებულება ღვთისა საკუთრივ ადამიანის შექმნით დადასტურდა, რადგანაც ზეციური სოფელი თავისთავად ერთი თვისებისა, სულიერების თვისებისა, ხილული სამყარო ნივთიერების თვისებითა მატერიალურია, ეს ორი სოფელი თავისთავად ურთიერთისგან დიამეტრულად გამიჯნულია ბუნებითად, სხვა ბუნებაა უხილავი, სულიერი, სხვა ბუნებაა მატერიალური ნივთიერი და ეს გამიჯნულობა რომ არ შენარჩუნებულიყო და ქმნილებაში ნაპრალი არ ყოფილიყო, ბზარი არ ყოფილიყო, განსხვავებულობისა და დაპირისპირებულობისა, უფალი შესაქმეს, აბოლოებს, საკვირველი რამ არსის, ეს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებია, შექმნით, ადამიანის შექმნით, რომელიც არის შეზავებული არსი, ორბუნებოვანი, ერთი მხრივ სულიერი ბუნების მქონე, რითაც თავის თავში იტევს და რითაც თავისი თავით ეზიარება ანგელოზურ ბუნებას და მეორე მხრივ ნივთიერი ბუნება, რითაც თავის თავში იტევს და რითაც თავისი თავისგან ეზიარება მთელ ხილულ სამყაროს და ადამიანმა თავის თავში მთელი ქმნილება გააერთიანა და ის თვით თავის თავში მთელი ქმნილების მომცველი გახდა. ამიტომ, როგორც შემდეგში გრიგოლ ნოსელიც ამბობს, ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი არის მცირე სოფელი დიდ სოფელში, როგორც ამას ანტიკური ფილოსოფოსები ამბობდნენ, რომ ამ ხილულ სამყაროში, კოსმოსში ადამიანი არის მცირე კოსმოსი, ანუ მცირე სოფელი, რადგანაც ისიც 4 სტიქიონისგან შედგება და მთელი ეს სამყაროცო, მაშინ ნებისმიერი ნივთიც მცირე სოფელი გამოდის, იმიტომ რომ იმავე 4 სტიქიონისგანაა, როგორც ხსენებული კაბადოკიელი მოღვაწეები ამბობენ, თუნდაც თაგვი, არამედ ადამიანი ესაა მცირე სოფელში დიდი. მცირე სოფელი ეს პირდაპირ მნიშვნელობით მატერიალური გაგებით გრანდიოზული და უზარმაზარი ეს სოფელი, მაგრამ ადამიანი ამ სოფელზე აღმატებულია, რადგანაც მას გარდა ამ ხილული სოფლისათვის ნიშანდობლივი მატერიალური ბუნებისა, აქვს მეორე ბუნებაც განუყოფლად თანაშერთულია ნივთიერთან, სულიერი ბუნება, რითაც ადამიანი ანგელოზებს ენათესავება, ანგელოზებს შეეარსება. ადამიანი როგორც გვირგვინი ქმნილებისას სწორედ ამით განისაზღვრება, რომ მან თავის თავში მოიცვა მთელი ქმნილება და ჩვენ იმ სწავლებასთან დაკავშირებით ადრეც აღნიშნავდით, თუ ერთი მხრივ ნახავთ საეკლესიო მოძღვრებთან სწავლებას იმის შესახებ, რომ ადამიანთან ერთად ანგელოზებიც არიან ხატნი და მსგავსება ღვთისა, ხოლო მეორე ჯგუფთან ეკლესიის მამებისა ნახავთ, რომ არა მხოლოდ ადამიანია ხატი ღვთისა და არა ანგელოზები, როგორც ადრეც აღნიშნავდით, დაპირისპირება კი არ არის ამ ორ ჯგუფს შორის, ასე ვთქვათ, არამედ ურთიერთშემავსებელნი არიან სხვადასხვა კუთხითა ერთი და იგივე თემა, საკითხი, ამ შემთხვევაში ადამიანის საკითხი დანახული, რომ თუ ჩვენ ადამიანის სულს, ადამიანის თავისუფალ ნებას, ადამიანის მოაზროვნეობას მივიღებთ ხედველობაში და ამას მივიჩნევთ ღვთის ხატებად ადამიანში, რა თქმა უნდა ჭეშმარიტია, მაშინ თავისთავად ცხადი ანგელოზებიც ხატია და მსგავსება ღვთისა, იმიტომ რომ მათაც თავისუფალი ნება აქვთ და მოაზროვნეობა და ადამიანზე უფრო აღმატებულიც. მაგრამ მეორე მხრივ თუ ადამიანს ღვთის ხატებად მივიჩნევთ საკუთრივ იმ ნიშნით, რომ როგორც ღმერთია მომცველი ყოველივესი, ასევე ადამიანის მთელ ქმნილებას არა მარტო ხილულს, არამედ უხილავსაც თავის თავში აერთიანებს,
მაშინ მხოლოდ ის გამოდის ხატება ღვთისა, რადგანაც ანგელოზი თავის თავში თქვათ ხილულ სოფელს არ მოიცავს. ასე რომ სხვადასხვა მიდგომაა ზოგჯერ ეკლესიის მამებთან, როდესაც რაღაც წინააღმდეგობას, გარეგან წინააღმდეგობას ვხედავთ ეკლესიის მამათა შორის, ჯერ მაინც ყოველ შემთხვევაში გვევალება, რომ 1-5 წუთით დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენ ვერ გამჭვრიდეთ კარგად. თუ სადმე მაინც შეიძლება დაპირისპირება ვნახოთ, ეს მხოლოდ ყოფით დონეზეა, ან უმნიშვნელო საკითხი, ან გამოთქმაშია სხვაობა, ან და ეპოქაშია განსხვავება, როდესაც გარკვეული მხრივ რაღაც საკითხები ჯერ კიდევ ბოლომდე დამუშავებული არ იყო. და ერთ-ერთი დიდი დამუშავებელი და ჩამოყალიბებელი სხვადასხვა კუთხით თითქოს და პრობლემურობის შემცველი საღვთისმეტყველო საკითხებისა სწორედ გრიგოლ ღვთისმეტყველი გახლავთ. რა კი ადამიანს შევეხეთ ადამიანის შესაქმეს და ადამიანის შესახებ მოძღვრებას, გრიგოლ ღვთისმეტყველი გახლავთ ის ერთ-ერთი უდიდესი ნიშანსვეტი იმ სწავლების ჩამოყალიბებისა და სრულიად ცხადად გამოთქმისა, რომ ადამიანი ხატი ყოვლადწმინდა სამებისა, თავისი მოაზროვნეობის, თავისუფალინების, სათნოებითი თვისებების მიხედვით, ამავე დროს საკუთრივ ძეობის ნიშნით, რომ იგი ყველა ამ თვისების კვალობაზე მადლისმიერი ძე შეიქმნა ღვთისა, ამ ძეობილობის თვისებით კონკრეტულად მეორე ჰიპოსტასის ძე ღმერთის ხატია. იმიტომ რომ ძეობის თვისება ყოვლადწმინდა სამებაში მხოლოდ ძე ღმერთს აქვს, ამიტომ ადამიანის დასაბამშვე ღვთის მადლისმიერ ძედ შექმნილი, იმავე ღვთის მამაღმერთის ბუნებითი ძის მადლისმიერი ხატია, ქმნილებითი ხატია, როგორც ეს შესანიშნავად გამოთქვა ამ დიდმა ღვთისმეტყველმა თავის ცნობილ მე-14 ჰომილიაში გლახაკთ მოყვარების შესახებ, რომლის ორი ბრწყინვალესი თარგმანი გვაქვს ძველ ქართულად, ერთი წმინდა ექვთიმე ათონელისა, მეორე წმინდა ეფრემ ცირისა. და ეს უკანასკნელი თარგმანი დამატებით, ესე იგი ეფრემ ცირის თარგმანი იმ ღირსებასაც შეიცავს, რომ სქოლიოებით ურთ არის თარგმნილი და შესაბამის ადგილს ხსენებული ქადაგებისას, სადაც სრულიად ნათლად ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ ადამიანი შეიქმნა ღვთის იმ ხატის მსგავსად, რომელიც ზეციურია, ესე იგი ძე ღმერთის მსგავსად, და ღვთის იმ ხატის ხატად, რომელიც ზეციურია, და ზეციური ხატი ღვთის, ანუ მამაღმერთისა, ძე ღმერთია მხოლოდ, რომელსაც პავლე მოციქული უწოდებს უხილავი ღვთის ხატს, აი ამ უხილავი ღვთის ხატის, ანუ ძე ღმერთის ზეცაში მყოფის ხატად შეიქმნა ადამიანიო, როგორც გვსმენიაო ამბობს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, როგორც ჩანს, აქ იგი გულისხმობს წინარე ღვთისმეტყველთ, იმიტომ რომ ეს სწავლება სრულიად მკაფიოდ აქვს გამოთქმული წმინდა ათანასე ალექსანდრიელს, როგორც ამის შესახებ ჩვენ პუბლიკაციაში თითქმის ყველა წყარო წარმოაჩინეთ და რაოდენობრივად მრავალრიცხოვანია ეს წყაროები, საკუთრივ წმინდა ათანასე ალექსანდრიელთან დაკავშირებით, რომლის ღვთისმეტყველებასაც ცხადია წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი უაღრესად ახლოს იცნობს, სხვა რომ არაფერი სწორედ გრიგოლ ღვთისმეტყველმა დაწერა პირველი ხოტბითი ხომილია, როგორც ადრეც აღნიშნავდით წმინდა ათანასე ალექსანდრიელის შესახებ და ცხადია მისი ნაშრომები ღრმად აქვს მას შეთვისებული. ან უფრო ადრეც წმინდა მეთოდი ოლიმპელთან მესამე საუკუნეში იგივე სწავლება ასახეს, რომ ძე ღმერთის ხატად არის ადამიანი, როგორც ძეობილი ღვთისა შექმნილი. კიდევ უფრო ადრე მეორე საუკუნის მიწურულს ამავე სწავლებას ჩვენ გვიდასტურებს წმინდა ირინეოს ლიონელი, მრავალგზის ამავე სწავლების გამოთქმელი, ან ცოტა მოგვიანებით კლიმენტე ალექსანდრიელი და ბევრი სხვა. გრიგოლ ღვთისმეტყველმა სწორედ ეს სწავლება გამოთქვა და კომენტარში, ესე იგი აი ამ გლახაკთ მოყვარების, აი ამ ქადაგების ერთ კომენტარში, რომელიც სწორედ ამ სიტყვებს ერთვის პირდაპირ ათქმული, რომ აქ სწავლებაა იმაზე, რომ ადამიანი უფრო აქ იგულისხმება, ესე იგი ძეობილობის ნიშნით, ყოვლადწმინდა სამების ხატად კი არ არის შექმნილი, არამედ მამის ხატის, ზეცაში მყოფის, ძე ღმერთის ხატად არის შექმნილი, რადგანაც ძეობის თვისება ყოვლადწმინდა სამებაში მხოლოდ მაცხოვარს უფალს იესო ქრისტეს ძე ღმერთს აქვს, რომელმაც ეს ძეობის თვისება დასაბამშივე მიხმადლა ადამიანს, როგორც ამას შემდეგში გრიგოლ ნოსელი შესანიშნავად იტყვის, რომ დასაბამშიც ქრისტეს ხატად შევიქმნენით და ეს ყოველივე ქრისტემ კვლავ აღგვიდგინა, როდესაც ადამიანი გახდა. ჩვენ აქ ერთ საკითხსაც ორი სიტყვით მაინც აღნიშნავთ, რომ რა თქმა უნდა, როდესაც დასაბამში ადამიანის შექმნაზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ ქრისტეს ხატად, ამ შემთხვევაში გრიგოლ ნოსელის სიტყვებზე დაყრდნობით ვამბობთ, ქრისტეს ხატად შეიქმნა ადამიანი, ეს არ ნიშნავს თავისთავად ცხადია, რომ ამ დროს ძე ღმერთს ქრისტე უკვე ეწოდებოდა, რადგანაც ქრისტე არის არა საკუთრივ ძე ღმერთის, არამედ კონკრეტულად განკაცებული ძე ღმერთის სახელი. ესე იგი ქრისტედ იგი იწოდა ძე ღმერთი, როდესაც განკაცდა, მაგრამ რადგან განკაცება უკვე აღსრულდა და ეს სახელი მან განიკუთვნა, ეკლესიის მამათა სწავლებით მანამდელ, ესე იგი განკაცებამდელ ეპოქამდეც ძე ღმერთს ჩვენ
რა თქმა უნდა შეგვიძლია იესო ქრისტე უწოდოთ, თუმცა ყოველთვის უნდა ვიგულისხმოთ, რომ განკაცებამდელ ეპოქამდე იმ დროში მას ეს სახელი ჯერ კიდევ არ ერქვა. ისევე როგორც ეს პარალელი ჩვენ ადრეც დავიმოწმეთ, როდესაც ადამიანი სასულიერო პირი გახდება და მას სახელი შეეცვლება, თქვათ, ერქვა იოანე და შემდგომ გახდა ზოსიმე, როგორც ყავს ჩვენ იოანე ზოსიმე და ეწოდა ზოსიმე, ან თანამედროვე მაგალითები ბევრი შეგვიძლია აღვოთ, როდესაც ეთქვა ადამიანს, თქვათ, გიორგი და შემდგომ ის ან გურამი, თქვათ, და შემდგომ ის იწოდა მამა გიორგით. რა თქმა უნდა, თავისუფლად შეგვიძლია ამის შემდეგ ვთქვათ, რომ თქვათ მამა გიორგი დაიბადა ამ ადამიანს, მამა გიორგი სწავლობდა ამ სკოლაში, თუმცა იმ დროს მას ეს სახელი ცხადი არ ერქვა. მაგრამ რა წამს ეს სახელი განიკუთვნა, ამის შემდეგ ყველა ეპოქაზე უკვე შეიძლება ითქვას. რადგანაც ეს სახელი მის სახელია, თუმცა ყოველთვის გულისხმობთ, რომ მამა გიორგი, როდესაც თქვათ სკოლაში სწავლობდა, ეს ანიშნავს, რომ მაშინ მას მამა გიორგი იმ დროს ერქვა. ჩვენ დღევანდელი გადასახეთიდან უწოდებთ მას ყველა მონაკვეთში თავის ცხოვრებისას ამ სახელს, იმიტომ რომ ეს სახელი განეკუთვნა მას. აი ამგვარადვე ზეღმერთმა, როდესაც განიკუთვნა იესო ქრისტედ წოდების სახელი, ამის შემდეგ იწოდება ის იესო ქრისტედ, მაგრამ რადგან ეს სახელი განიკუთვნა, ამ სახელით ჩვენ ის შეგვიძლია მოიხსენიოთ განკაცებამდელ ეპოქამდეც ყოველთვის, თუმცა ყოველთვის გულისხმობთ, რომ იმ განკაცებამდელ ეპოქამდე მას ეს სახელი ჯერ კიდევ არ ეწოდებოდა. ეს უბრალოდ განმარტების სახით დაურთეთ, რადგანაც ამ საკითხებზე ზოგჯერ პოლემიკა წარმოიშვება და მცდარად რომ არ იყოს გაგებული წმინდა გრიგოლ ნოსელის ჩვენს მიერ დამოწმებული სიტყვები. გრიგოლ ღვთისმეტყველი, რა თქმა უნდა, მრავალ სხვა საღვთისმეტყველო საკითხს ეხება ადამიანის შესაქმნის გარდა, ადამიანის ღვთის ხატად და კონკრეტულად მაცხოვრის ხატად შექმნის გარდა, ჩვენ აღნიშნავდით, რომ ერთ-ერთი ასეთი საკითხი გახდათ საკუთრივ ნათლისღების შესახებ, საღვთისმეტყველო სწავლება 6 იანვრის დღის შესახებ, როდესაც უფალმა იორდანეში შთაჰფლა დასაბამიერი გველი, უჩინო ვეშაპი, დაანთქა იგი იორდანის ტალღებში და აღმოიყვანა, როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი უდიდესი შთაბეჭდილების მქონე სიტყვებით გვეუბნება, ადამიანური ბუნება განახლებული. დაანთქა ძველი ადამი და აღმოიყვანა კაცობრივი ბუნება განახლებული, მიხმადლა რა კაცობრივ ბუნებას, ახალი ნათლისღება, მაცხოვნებელი ნათლისღება და ეს ნათლისღება პირველ რიგში მიემადლა ძველი აღთქმის მართლებს ჯოჯოხეთში მყოფთ, ძველ ადამიანს, ადამიდან დაწყებული იოანე ნათლისმცემლის ჩათვლით და თვით იოანე ნათლისმცემელიც ახალი აღთქმის ნათლისღებით 6 იანვარს მოინათლა და როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის წამებს არა მხოლოდ წყლის ნათლისღებით, წყლისა და სულისმიერი ნათლისღებით მოინათლა იოანე ნათლისმცემელი, არამედ მან მეორე სახეობაც ნათლისღებისა სისხლით ნათლობაც იტვირთა და ეს ყოველივე სწორედ ამ ჰომილიაში ორივე მხარე გრიგოლ ღვთისმეტყველისგან მკვეთრად დასაბუთებული. და სრულიად მკაფიოდ ამოს იოანე ღვთისმეტყველი ეს უდიდესი მოძღვარი ნათლისმეტყველებისა, რომ ნათლისღების დღეს განიღო კარი საეკლესიოისა ნათლისღებისა, რომ ამ დღეს მთელი დაძველებული ბუნება განახლდა იორდანეში ახალი აღთქმის ნათლისღებით, იწყო განთავისუფლება ადამიანის მოდგმამ და ეს ყოველივე განსრულდა, ანუ სრულყოფილი გახდა ჯვარცმის ჟამს. სხვანაირად 6 იანვრის ნათლისღებამ დასაბამი დაუდო იმ გამოფხსნელობით უდიადეს მოვლენას, რაც მოქმედებაში მოდის, რაც რეალობას იძენს, რაც სინამდვილე ხდება, მხოლოდ და მხოლოდ საუკუნოვან ბორკილთა მსხვერვის წამიდან, როდესაც ჯოჯოხეთში ჩასულმა მაცხოვარმა არ ცხვინა ეშმაკი, შეჰმუსრა ბრჭენი ჯოჯოხეთისანი და აღმოიყვანა მართალნი იქ დატყვევებულნი. აი ეს მართალნი ნათელღებულნი მაცხოვნებელი ნათლისღებით რეალურად, ანუ სინამდვილეში ნათელღებულნი ხდებიან სწორედ ამ წამიდან, საუკუნოვან ბორკილთა მსხვერვიდან და სწორედ იმ 6 იანვრის დამაცხოვნებელი ნათლისღების მადლით ხდება შესაძლებელი მათთვის ჯვარცმის საიდუმლოს მიღება და სასუფეველში დამკვიდრება. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა, წმინდა იოანე ოქროპირმა და გვირგვინმა ამ სწავლებისა წმინდა სოფრონ იერუსალიმელმა დაასაბუთეს და სწამეს, რომ 6 იანვრის ნათლისღების გარეშე ვერცერთი ძველი აღთქმის მართალი სასუფეველში ვერ შევიდოდა, რადგანაც სასუფეველის ბრჭენი მარადის დახშულია უნათლავთათვის. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით განვაგრძობთ ჩვენ შემდგომ საუბარს.